მოგესალმებით მეგობრებო, დღეს წერ ვიდეოს რახანი არ ჩამიწერია, ბოლო ვიდეო რომელიც ჩავწერე რაღაც პერიოდის წინ იყო დაკავშირებული კორექციასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ხდებოდა საფონდო ბირჟაზე. ეს კორექცია არის ჩვეულებრივი დამახასიათებელი ჯანსაღი ბაზრის კორექცია რეალურად კომპანიების აქციების ფასის ცდომილება ზედმეტობაში გადასვლა, ექსესები და ამის დაკორექტირება ხდება, მაგალითად თუ $100 აქციის რეალური ღირებულება მეტნაკლებად, ახლა ზუსტად 100 კი არ, მეტნაკლებად თქვა 95-დან 105-ის ფარგლებში შეიძლება უცებ მოიმატოს და გახდეს 150. შემდეგ ინვესტორები ხვდებიან, რომ ეს უკვე ზედმეტობა, ან შორტავენ, ან სხვა ყიდიან, ან სხვა რამეს მოიმოქმედებენ, შესაბამისად ხდება ბაზარზე კორექციები, ან რომელიმე პოლიტიკოსის რამე განცხადებების შემდეგ, როდესაც ძალიან კარგი პოზიტიური ინფორმაცია აქვს აქციებს ასახული და უცებ რომელიმე პოლიტიკოსი, მაგალითად ტრამპის ბოლო ხანებში განცხადება, რომ ეს ტარიფები უნდა გავზარდო და ყველა 100%-იანი და 80 და რა ვიცი, ოსულცulis ამ ტარიფებს და ხმამისრას მუქრება ამ ტარიფებით. ბაზარი გაურკვევლობაში იყო, შეშინებული იყო, ასე ვთქვათ, და დაკორექტირდა საკმაოდ. დაკორექტირების პერიოდში ძალიან რთულია ადამიანის ფსიქოლოგიისთვის, რომ ადამიანისთვის, რომ ფსიქოლოგიურად გაუძლოს ამ მომენტებს და ემოციური კონტროლი კონდეს. ამიტომ ძალიან ბევრმა მომწერა რა მდგომარეობა დაიქცა ბაზარი, შეიძლება ალბათ სულ განულდება, გაცამტვერდება, რადგან ერთი კორექცია მოხდა, ესე იგი განულდება, გაცამტვერდება და დაიმახსოვრა, რომ თუ ძალიან დიდი სისტემური რისკი არ არის ბაზარზე, მაგალითად 2008-9-ში რაც იყო, ხო? ძალიან დიდი სესხების გამო, ხო? მაგ შემთხვევაში და ერთი ადამიანის კომენტარების გამო კი ერთ ადამიანმა შეიძლება რაღაც დიდი შეცვალოს, მაგრამ აქ თუ შეხედა ის მტერი ხო არ არის, თუ შეხედა რაღაც ძალიან ართულებს და ძალიან ცუდ შედეგს იღებს თავის საუბრიდან, შემდეგ შეარბილებს. რაც ხდება კიდევაც ახლა რაღაც პერიოდის წინ შეარბილა, მან თავისი ტონი ტარიფებთან და რაღაც პერიოდებს ვადებს აძლევს, რომ მოვილაპარაკო, დაგიწევ ტარიფებს, არ იმოქმედებს ზოგზე და ასე შემდეგ და ეს დაკორექტირებული ბაზარი, ესე ვთქვა, დაკორექტირებული დაიწყო ეს სწრაფის და ძალიან სწრაფი. საერთოდ იცოდეთ, რაც უფრო სწრაფად დავარდება ბაზარი, მით ძალიან დიდი ალბათობა, რომ ესევე სწრაფად ავიდეს, მაგრამ შესაბამისად ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც წერდნენ, რომ ეს დაიცევა და რომლებსაც ვამხნევით და მეოდი ჩვეულებრივი კორექცია არის ნერვიულოდ დიდი ალბათობით. მე ყოველთვის საუბრობ დიდი ალბათობით, ახლა გარანტია არავის ბუნებაში დედამიწაც რო იარსებებს. არ ვიცი, სამუდამო ევანგის გარანტიაც არ არის, ხო, არასოდეს გარანტია, მაგრამ დიდი ალბათობით ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, ამბობ, რომ აქამდე ესე იყო და დიდი ალბათობით იგივე განმეორდება, რადგან ჯანსაღი კორექცია დავარქმევ ჯანსაღს, იმიტომ რომ ზედმეტად მეტი ფასი როა, მაგალითად $100 თუ ყრის რეალური ღირებულება კომპანიის აქციეს და ეს კომპანია იყიდება 170-ად და ვიღაცები ყიდულობენ, ადრე თუ გვიან ჭკვიანი ინვესტორები მიხვდებიან, რომ ეს არის ძალიან ძვირი, ან დაშორტავენ, ან გაყიდიან და ფასი დავარდება და შემდეგ კი არ გაჩერდება ასე. იმიტომ რომ ემოციების ნიადაგზე ძალიან კიდევ ბევრი გაყიდის, კიდევ ბევრი და შეიძლება 100 ჩაცდეს და სიტყვაზე 70-90-ზე გაჩერდეს და შემდეგ გაიწიოს და რაღაც ამ ჩარჩოებში იმოძრაოს რა 100-ის დაახლოებით 95, 100, 120, 80. აქედან გამომდინარე, ეს არის კარგი იდეალური შესაძლებლობა ხომ კომპანიის აქციები, რომლებიც თქვენ გაანალიზებული თუ არა და ინდექსი, თუნდაც ინდექსმაც კარგი კორექცია, ანუ კარგად დაიწია, რომ საინტერესო გახდეს ბევრი ინვესტორებისთვის და ბევრმა განახორციელოს დამატებითი ინვესტიცია, ხო? ზოგს თანხები ჰქონდა დანაზოგი ამერიკამ აქციის დამხედველობაში, სადაც ელოდებოდნენ, რომ დაკორექტირდებოდა, დაკორექტირების შემდეგ იაფად იყიდნენ. ახლა ძვირად რატო უნდა იყიდო, როცა შეგიძლია რაღაც პერიოდის მერე იაფად იყიდო. თუმცა, ზუსტად შენ არ იცი, როდის დაკორექტირდება და რამდენი ხანი გასწანს ეს ექსესები, ანუ გაზრდილი overvalued, ასე ვთქვათ, უფრო
მაღალი ღირებულების ბაზარი, ვიდრე რეალურად უნდა იყოს, ხო, რამდენ ხანს გაძლებს. და კორექტირებების შემდეგ ხომ საერთოდ აი რეცესიებიც 6 თვიდან წელიწად ნახევრამდე გრძელდება, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა არ იყოს რეცესია, კორექცია იყო, ჩანსაკი კორექცია როგორც უკვე აღნიშნე, ბევრმა იყიდა, ვინც ეხლა ემოციებს გაუძლეს და ვარდნის დროს კი არ გაყიდეს, როგორც ჩემ ერთ ახლობელს დაემართა, რომელიც ფიქრობდა, რომ სტრამპ მოვიდა და ამოაბრუნებს ყველაფერს და ისეთ პანიკაში იყო. ღამე ვერ ეძინა და ღამე ადამიანს როდესაც ვერ ძინავს და ნერვიულობს და განცდებშია. ჯობია მოიცილო, შენი საქმე არ არის, უნდა ჩათვალო, რადგან ეს კორექციები სულ იქნება. ხა 50%-იანი კორექცია შეიძლება იყოს ბაზარში და შენ თუ ამას ვერ უძლებ, იმას ხო ვერ გაუძლებ, მოკვდა ნერვიულობით, ამიტომ ჯობია შეეშვა, როცა ასე ვთქვათ, რადგან სულ იქნება, როგორც უკვე აღნიშნე კორექცია. და ესეთ მდგომარეობა შევხედოთ, პოზიტივი შედარებით წამოვიდა, შეარბილა ტრამპმა თავისი რიტორიკა, გარდა ამისა ინფლაციაც არ იყო ძალიან მაღალი, მომავალში შეიძლება ტარიფების გაზრდა მერჯერადი ფასების და გამოიწვიოს, მაგრამ გრძელვადაში არ იქნება მაღალი ინფლაცია დიდი ალბათობით ამერიკაში, მე უფრო უყურებ 3-5 წლიან ჭრილს, იმაში პერიოდში და აქედან გამომდინარე დღეს გაკეთებული ინვესტიცია შეიძლება ძალიან მომგებიანი გამოდგეს, ვინც უკვე გააკეთა, შეიძლება კიდე დაკორექტირდეს რაღაც პერიოდში, შეიძლება ისეთი განცხადება გააკეთოს კიდევ ბევრი, რომ უფრო ვერ გაიგებ ამას, თუმცა ადრე თუ გვიან კომპანიის მომგებიანობა რეალურ ღირებულებას განაპირობებს. ეს არის ზუსტად რაც მე მეკითხავ, ადრე თუ გვიან თუ კომპანია არის მომგებიანი, ეს ღირებულებაც მიყვება მომგებიანობას. ეგრე არ არის ძალიან მომგებიანი კომპანია, ძალიან იაფიღებდეს, ძალიან ინდივიდუალური კომპანია, ძალიან იაფიღებდეს. ეგრე არ ხდება. ადრე თუ გვიან შეიძლება რაღაც პერიოდი ბაზარმა ვერ მიხვდეს რომელიმე კომპანია, ან თუნდაც ინდექსი იაფია. და ადრე თუ გვიან, როდესაც ხედავს რომ მომგებიანობა არის ძლიერი იზრდება და ამ შემდეგ ადრე თუ გვიან მიყვება ფასიც რეალურ ღირებულებას. და მიყვება ფასი რეალურ ღირებულებას ადრე თუ გვიან მიუახლოვდება და უნდა იყოს ფასი მის რეალურ ღირებულებასთან რეალურად ესე არის. გრძელვადიან პერიოდში ესე მუშაობს. აი ეს მინდოდა სულ მეთქვა, ეხლა ისეთ გამოცნობები რომ ერთ კვირაში ტრამპი რა სიტყვის და ორ კვირაში ძალიან რთულია, მაგრამ დაკორექტირდა, შევხედოთ ტონი შეამცირა, ფიქრობს ყველაზე რთული პერიოდი გავლილია, ეგრე მგონია, შევხედოთ, აი როგორ განვითარდება მდგომარეობა. და მომავალ წელს ფიქრობ უკეთესი უნდა იყოს წელსაც, წლის მეორე ნახევარში თუ ესე გაგრძელდა წელს კეთესი წელი უნდა იყოს, ვიდრე ბევრი ინვესტორი ამას მოელოდებოდა. ბევრი კი არა, ზოგი ფიქრობდნენ ეს რაღაც გაცამტვერდება და რა ვიცი რა აზრები არა, როდესაც ვარდანაა ფსიქოლოგი იმითზე განცდებში ადამიანი ყველაზე ცუდს წარმოიდგენს, აი რადიკალში გადადის. როგორც ეს რადიკალი ფასების მატების დროს ხდება, მაგალითად, წლის ფასმა თუ მოიმატა გახდა $100 თუ არის თქვათ მისი რეალური ღირებულება და გახდა 150 ხო, რადიკალური კიდევ იმატებს, სანამ ვიღაც ჭკვიანი ტიპები არ მიხვდებიან ძალიან ძვირი. როდესაც ვარდება, იქაც შიშის ფაქტორი ძალიან მუშაობს და ძალიან რადიკალური ხდება ამ ერთ მხარეს ადამიანი, ანუ ვარდნის მხარეს, ყიდიან და ბოლოს ვიღაც მიხვდება, რომ და ვიღაცები ან ელოდებიან რაღაც ნაწილი, ვინც ესმის და იციან რეალური ღირებულება და ყიდულობენ ძალიან დაბალ ფასებზე და ესეთი იღებენ მოგებას და ზოგჯერ იმ ადამიანებს კიდევ ურჩევ რომ თუ ხელს მოკიდებთ ფსიქოლოგიურადაც გირჩევთ მაინც ინდექსი, ვინც ისაც არ შეგიძლიათ აქციების ყიდვა, ინდექსი იყიდეთ, რადგან თქვენ თუ ნაყედი გაქვთ სიტყვაზე რაღაც კონკრეტულ $100 მაგალითად აქცია და დავარდა იმის ფასი 70-მდე გაყიდეთ და შებრუნდა ისევ და მაღლა დააწვა და ინერვიულად ეზრავქენიო და ადგილიდან 90-ზე ანასზე იყიდეთ. მე შეიძლება ისევ დაკორექტირდეს, ან იმ მომენტში დაკარგეთ უკვე, ხო, ფაქტობრივად ფული წარმოიდგინეთ, ძვირად მაღალ ფასზე ნაყიდი იაფად გაყიდეთ, მე ისევ მაღალ ფასად იყიდეთ. იმიტომ ეს ემოციები რომ არ ჭარბობდეს და ეს უნდა იყოს თავდაჯერებული, დარწმუნებული, ამიტომ ინდექსი იყიდეთ. ვინც ამ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურჩევ ინდექსი. იმიტომ კომპანიებზე ხშირად გამოდის ისეთი ინფორმაციები, ეს მოვა და ინდექსი ამერიკის ეკონომიკა თუ მწყობში იქნება, ინდექსიც მიყვება და მისი
ინდექსი ბუნებრივი მდგომარეობა არის და ისტორია ამას გვეუბნება. დიდი მადლობა, თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ნებისმიერ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. კარგად ზამთრობთ.